სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით მეგობრებო. სამწუხაროდ თანამედროვე ადამიანები დაკარგეს უნარი იმსჯელონ სერიოზულ საკითხებზე, აღარ უყურებენ სერიოზულ ფილმებს, აღარ კითხულობენ ღრმა სერიოზულ წიგნებს, დაიუფლათ ესე ვთქვათ კლიპური აზროვნება, და მოითხოვენ ვთქვათ ესე ვთქვათ მოძრაობას, ვთქვათ სწრაფ კადრებს, სპეცეფექტებს და ასე შემდეგ. როდესაც იწყებს სერიოზულ ღვთისმეტყველურ თემებზე საუბარს, ინტერესი იკრება, მოციქულთა საქმეებში ესე იგი ნათქვამია, რომ ჩვენც მხოლოდ ახალის მოსმენა და თქმა გვინდა. დღეს ვისაუბრებთ მნიშვნელოვან თემაზე, მეგობრებო, მოთმინებაზე, რათა უკეთ გავიგოთ ვთქვათ ამ ეს თემა, მინდა მოგიყვებით ერთ ისტორიას. ჩვენ თუ ქრისტიანები ვართ, ხო? ნამდვილი და ესე ვთქვათ, ჩვენ თუ გვაქვს რწმენა და ჩვენ თუ მართლაც გვინდა რომ ვიცხოვროთ და არა ისე რაღაც გარეგნულად ბოდიში, მაგრამ რომ მოდას რომ ავყვეთ, აი ეს ისტორია არის პირდაპირ კავშირში. თუ როგორი მორწმუნე უნდა იყოს შენ? ესე იგი ერთმა არამორწმუნე, ვთქვათ, ათეისტმა ხო მამაკაცმა შეიყვარა ქრისტიანი გოგო, რომელიც ესე იგი მისი ყურადღების მისაპყრობად ესე იგი მამას თვითონაც დაიწყო ეკლესიაში სიარული და ესე იგი მას შექმნეს ოჯახი, გაუჩნდა შვილები, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მარი ესე იგი დამბრუნდა თავის ცოდვილ ცხოვრებას, დაუბრუნდა და გაუჩნდნენ საყვარლები და ასე შემდეგ. საბოლოოდ დაკარგა საერთოდ სიცხული და სახლში მოყავდა ეს ქალები და ცოლს ესე იგი უბნებოდა, უკეთავდა მათთვის საჭმლის მომზადებას. მორწმუნე ცოლი მოთმინებით და ლოცვით ესე იგი იტვირთავდა ამას ყველაფერს, ამ ტანჯვას და შვილებს ეუბნებოდა, რომ ეს მამის ვთქვათ სამსახურის თანამშრომლები, კოლეგები იყვნენ. ესე ვთქვათ, თითქმის ყავასაც კი საწოლში კი მიქონდა თითქმის და ხვარს საყვარლებდა, ხო? თავად კი შვილებს გაკვეთილების კეთებას ესე იგი ეუბნებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ მარი მოხვდა საშინელ ავარიაში, ესე იგი დასახიჩრდა, ფული აღარ იყო, აღარ დარჩა, საყვარლებმა და მიატოვეს, რა თქმა უნდა, თვითონაც ესე იგი ძალიან ცუდ დღეში იყო, ასევე ფულიც არ ჰქონდა და მაგრამ ცოლი დარჩა გვერდით. უვლიდა მას და ქმარი, ესე იგი ქმარმა დაინახა ხო მისი ცოლის სიყვარული, ზრუნვა ხო და იმდენად შეიძრა, რომ ესე იგი მოიწვია მღვდელი სახლში, აღიარა, ჩააბარა აღსარება, გულწრფელად მოინანია და ეზიარა, აღიარა ცოდვები, ეზიარა და ბოლო დარჩენილი ცხოვრება წლები ესე იგი ქრისტიანულად გაატარა. შვილები გაიზარდნენ კეთილშობილი ადამიანებად, არასოდეს ესე იგი მათ ვერ გაიგეს მამის ღალატი. ქალმა გაიტანა ხო ეს ტანჯვის ფიალა, აიტანა და ესე იგი შვილების მაგივრად, ხო? და თავიდან აიცილა მათი ვთქვათ ტრამვირება, ხო? გადაარჩინა ოჯახი, შვილების მომავალი და ქმრის სული, როგორც მოხუცი ჩვენი ვიცით, ხო? აი მაგალითად მამა პაისი ამბობდა, რომ ესე იგი მოიპოვა საუკეთესო ადგილი სამოთხეში. აი მეგობრებო, რა არის, ხო? ნახეთ რამდენ რაღაცა არის, ხო? აი წარმოიდგინეთ, აი ეს არის ქრისტიანობა, ეს არის მართლმადიდებლობა, ხო? ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. მან გადაარჩინა ქმრის სული, ხო? როგორ ესე იგი მივიდა, ხო, იმ დონემდე, რომ ესე იგი მან ჩააბარა აღსარება, ეზიარა და დარჩენილი ცხოვრება ქრისტიანულად
ცხოვრობდა. შემდეგი შვილებმა ვერაფერი ვერ გაიგეს და აღზარდა, ესე გაზარდა და ესე იგი გახდნენ წარმატებულები გახდნენ, ხო? ცხოვრებაშიც და სულიერებაშიც, ხო? თავის ქრისტიანები გახდნენ, ხო? ეს არის მოთმინება. და ფსიქოლოგების შეცდომა მეგობრებო არის პირიქით. დღეს ჩვენ მე არავისზე არ მინდა რაღაც ცუდს და კი არ განვიკითხავ ღმერთმა დამიფაროს და ცუდს კი არ ვამბობ, მაგრამ ფსიქოლოგები ზოგჯერ მე აი მაგალითად იქ რუსეთში არის შემთხვევები, რომ პირიქით ესე იგი ეუბნებიან, რომ აი თქვენ უნდა დაშორდეთ, ესე იგი როდესაც მიდიან, ჩვენ ვიცით, ბევრი შემთხვევა არის ცოლ-ქმარი, როდესაც მიდის ფსიქოლოგებთან და ესე იგი როგორ მოვიქცეთ, ასე შემდეგ და პირდაპირ ეუბნებიან, რომ ესე იგი უნდა დაშორდეთ და ასე შემდეგ. ნუ იქ არის შემთხვევები, ხო, ეხლა ამაზე არ გვინდა საუბარი, მაგრამ ამაზე არც ერთი ფსიქოლოგი არ გეტყვით. ოჯახური პრობლემების მქონე ადამიანები ხშირად მიმართავენ კიდევ ერთხელ ვამბობ ფსიქოლოგებს დახმარებისთვის, მაგრამ ფსიქოლოგები რას ამბობენ, იცით, რომ ოჯახში ვერ რეალიზდებით, გაქვთ ნიჭიერი, თქვა, გაქვთ ნიჭები უბრალოდ თქვა, სიმღერა, ცეკვა, ხატვა, წერა, კიდე რაღაც, ხო? ანუ ოჯახი კლავს თქვენ ნიჭებს და არ გაძლევთ რეალიზების საშუალებას და ნუ ეხლა კიდე ბევრი ხა ამაზე არ გვიდა, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს, ხო? ანუ ასევე რატომ გჭირდება ოჯახი, თუ მასში ვერ რეალიზდებით, საერთოდ უნდა თუ არა ოჯახის შექმნა, ხო? და მოკლედ მეგობრებო, იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მე მესმის რომ რა თქმა უნდა ყველა ერთნაირი ვერ იქნება, ყველას ერთნაირი სიხარული არ იქნება, ყველას ერთნაირი ბოდიში და უბედურება არ იქნება, გაჭირვება, გასაჭირვება, მაგრამ ჩვენ რო ვიცოდეთ როგორ უყვარვართ ჩვენ ქრისტეს, ხო? აი ამას ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ რა. რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ხშირად გვინდა ის და ვაკეთებთ რაც აი მე მინდა მე და არა რასაც ღმერთს უნდა, ხო? გახსოვთ ყველაზე საუფლო მთავარ ლოცვაში რა არის? იყავ ნება შენი. ჩვენ ხო არ ვამბობთ იყოს ნება ჩემი. ხო, ჩვენ ვამბობთ იყავ ნება შენი. რას ნიშნავს? მივენდოთ უფალს. თუ ხარ მორწმუნე და შენ თუ გაქვს იმედი სასვება ღვთისა, ხო? შენ უნდა ენდო მას, ხო? მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არ მინდა ახლა ჩემზე არასოდეს არ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, და თითქმის ახსარებით ჩაბარებაა და ამიტომ მე არ ვსაუბრობ ჩემზე, უბრალოდ ორჯერ გითხარით, რომ საიდან ვარ და ასე შემდეგ და რა გადავიტანე. მაგრამ მე მესმის გაჭირვება, უბედურება რა არის, მე მესმის განსასწრელი რა არის, ხო 13 წელს ვიყავ ეს ყველაფერი, ჩემ თავზე გამოვცადე და ამიტომ ზუსტად აქ გიუყურებს, ხო? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ შენ, როდესაც კარგად ხარ, მაშინ ესე იგი მადლობა და დიდება ღმერთო, არა, აი როდესაც სუდად ხარ, როცა პატარა პრობლემები გაქვს, თუ დიდი პრობლემები, გასაჭირი გაქვს, ჯვარეწერია ყველას და ღმერთს მაშუროს ყველას, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვარ და ვიცით, ხო, ეხლა ცხოვრებაში არის სხვადასხვა რას პრობლემები, გასაჭირი და ბოლო ვის რა ელოდება, რა არ ვიცით, ხო? ამიტომ ყველას თავისი ჯვარი აქვს. რა იცი ღმერთი რას გიმზადებს შენ? ისეთ რაღაცას გიმზადებს, რომ შენ აი აზრს ვერ მოხდა და სიზმარშიც კაი, ყველაზე შენ საუკეთესო სიზმარშიც კი არ დაგესიზმრება, ისეთ რაღაცას გიმზადებს. დაელოდე, ესე იგი და არ იცხოვრო გუშინდელი დღით, თუ სიტყვაზე გაქვს ცოდვა ჩადენილი, თუ რაღაც გაჭირვება, კიდევ ერთხელ ვამბობ მესმის, ადამიანს შეიძლება ისეთი გაჭირვება ქონდეს, რომ არ ვიცი, ბევრი წმენასაც კარგავს სამწუხაროდ, ეს კატასტროფა არის, მეგობრებო, ეს კატასტროფა არის და არასოდეს, გესმით, არასდროს არ დაკარგოთ რწმენა. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ნუ კაცრავად, ბოდიში,
ჩვენ არ ვიცით რა იქნება ხვალ და არ გვინდა ვიცი არ არიცხოვროთ ხვალ, არიცხოვროთ ერთ თვეში არიცხოვროთ. გასაგებია ხო სპეციალურად ვამბობ ასეთ სიტყვას, ხო არიცხოვროთ ხვალზე, ცხოვრეთ დღეს. არიცხოვროთ გუშინდელ დღით, ვისაც სოდვა აქვს შეიძლება ჩადენილი და სოდვა მომაკვდინებელი და ესე იგი მას მისტერის გასაგებია და ეს კარგია, უნდა გახსოვდეს, მაგრამ ზოგი ესე იგი ისე ცხოვრობს და ისე ერიდება რომ საერთოდ არ მიდის აღსარებაზე და ესე იგი აი ესე გადის წლები და ერთ ადგილას დგას და ამასობაში ესე იგი 20-30 წელი და 40 ესე გადის რომ ვერ მოდიხარ აზე. ამიტომ დღეს იცხოვრეთ, რა თქმა უნდა წადით ნუ გწვენია, იქ უფრო შეგწვება, წადით აღსარება ჩააბარეთ და იცხოვრეთ დღეს, აი ახლა იცხოვრეთ, აი ამ წამს იცხოვრეთ. იმიტომ რომ ეს წამები არ დაბრუნდება არასოდეს. ამიტომ დღეს იცხოვრეთ, გაიხარეთ. ქანა არ არის უდიდესი სიხარული რომ ცოცხალი ხარ და ყოველდღე იღბიზებ ცოცხალი. ეს ხო სასწაულია, ისეთი რომ არ ვიცი, მეტი სასწაული რა გინდა შენ ადამიანო, რომ აი ხო ესე იგი სასწაულზე ათეისტები ამბობენ, ხოლო ესე იგი დავანახე სასწაული და ვირწმუნებ, აი სასწაული ესაა, ყოველდღე ცოცხალი იღბიზებ და მუხ მოიდრიკე ეგრევე სანამ ადგები და უთხარ მადლობა და დიდება შენ და ღმერთო, მე მუღირსი მე ცოდვილი რომ კიდევ ერთი დღე მომეცი რომ აი ესე იგი ცოცხალი მეგობრებო, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, იშობის მარხვაში ვიყოფებით ჩვენ და დავივიწყოთ ცუდი ჩვევები. ესე თქვა ერთი კიბით აღლა ავიდეთ, მივახლოდეთ რამოდენიმე ესე თქვა მეტრი ქრისტეს, რაც არის ძალიან ძნელი და შევთხოვოთ უფალს რომ მოგცეს ამისი ძალა. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.